მოხსნის თუ არა ბიზინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს საზოგადოებაში, ფართო საზოგადოებაში, მათ შორის სოციალურ ქსელში არ წყდება მithქმა მოთქმა ამასთან დაკავშირებით, ვისაც არ ეზარება, ვიტყვი ასე, თქვენის ნებართვით, ამასთან დაკავშირებით გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას. მე საკუთარი მოსაზრების გაზიარებისაგან ამჯერად თავს შევიკავებ, ანუ ვერსიას კი არ შემოგთავაზებ, ან კი არ ვიმსჯერებ ხომ ახლა არამედ ორი არა და საერთოდაც სამი წყაროს მიერ დადასტურებულ ინფორმაციას გაგაცნობთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ქართულ ოცნებასთან საკმაოდ დაახლოებული პირები მეუბნებიან ამას, რომ ბიზინა ივანიშვილი, მოდი მაინც ასე ვიტყვი, განიხილავს ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან განთავისუფლებას, სხვა პრემიერ-მინისტრის შერჩევას და ანიშნას, სხვა პირის წარდგენას საზოგადოებისათვის და შესაბამისად ირაკლი კობახიძესთან დამშვიდობებას. ამასთან ორივე კი არა სამივე წყარო მე მიდასტურებს, რომ ეს მოხდება არა უგვიანეს 15 ივნისისა და აქედან გამომდინარეც მე გამოვაქვეყნე Facebook-ზე ამგვარი შინაარსის სტატუსი, სანეძლაოს ჩამოვდივარ, რომ 15 ივნისამდე ირაკლი კობახიძეს გაანთავისუფლებენ მეთქი. მაგრამ ეს ამ თემაზე ჩვენ ცხადია ვიმსჯელებთ, დღესვე ვიმსჯელებთ, მე დაგისახელებთ ვინ განიხილავს, კლავ ვიმეორებ, განიხილავს ბიზინა ივანიშვილი პრემიერობის კანდიდატად, მაგრამ მეორე ამ თემაზე გადავიდოდე, მეორე ექსკლუზივი უნდა გაგაცნოთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია უკვე 15 და 16 თუ არ ვცდები, მაისს ჩამოვა საქართველოში. მე დაგისახელებთ ორივე პირს. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი, რომელიც მარტის მიწურულს 25-სა და 26-ში ისედაც სტუმრობდა საქართველოს, მაშინ საელჩომ გაავრცელა ამგვარი ინფორმაცია, მასზე მოხარული ვართ, მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოსშიო, შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, ხოლო მეორე არის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს მდივნის მოადგილის ასისტენტი, ქალბატონი სონატა კოულტერი, რომელიც ასევე ჩამოვა საქართველოში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით. მაქვს ინფორმაცია დაუდასტურებელი, რომ ეს ორი პირი ამზადებს საქართველოს ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად 26 მაისოდ უფრო მნიშვნელოვანი სერიოზული კი არა მაღალი თანამდებობის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ვიზიტს. მე გამოვთქვი ცოტა ხნის წინ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ქართული ოცნებისა ბანდა, ასე რომ უწოდებ ხოლმე, გიბოდი შებძმისთვის და ეჩალიჩება, ეპატიჟება, უფრო ზუსტი რო ვიყო, ორიდან ერთ პირს, ან მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივანს, ან საერთოდაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსს. მე ვერ დავდებ თავს ამაზე, ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რამდენად გამოუვა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ ორი პირიდან ერთის მოწვევა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მე მგონია რომ რომც მოიწვიონ იმ ხსენებულმა პირებმა შეიძლება უარი თქვან, იმიტომ რომ საქართველოს ღევანდელი ხელისუფლება ადეკვატური ნამდვილად არ არის, თუმცა ადეკვატურობას ცდილობს მეთქი, ამასაც თუ ვიტყვი, არ გაგიკვირდებათ, არაფერი გამოუვა, რასაკვირველია, მაგრამ რაღაცეებს ფაფხურობს, იმიტომ რომ ის კუთხეში არის მიმწყდეული, ბიზინა ივანიშვილიც კუთხეშია მიმწყდეული და აკი ამიტომაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, ორი კი არა, სამი წყარო მიდასტურებს, ბიზინა ივანიშვილი აპირებს ამ დღევანდელი მართველი პირებისაგან განთავისუფლებას, მათ განთავისუფლებას თანამდებობებიდან და ის აპირებს, ის განიხილავს, მოდი ასე ვიტყვი, უფრო ზუსტი იქნება, დანიშნოს ორი პირიდან ერთი, უკაცრავად სამი პირიდან ერთი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ერთ-ერთზე მე გესაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ეს არის ბატონი პატარაძე, ესე იგი ზურაბ პატარაძე, რომელიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ახლაც არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი. ერთი ხანობა ცოტა ხნის წინ არც დიდი ხნის წინ ის აზერბაიჯანში მუშაობდა საქართველოს ელჩად. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ალიევთან, როცა ეს უკანასკნელი სტუმრობდა საქართველოს ამ საკითხზეც ისაუბრეს მოთელეს, ალიევი ცხადია, ძალიან მაღალი კლასის პოლიტიკოსია და ერთგვარად დიპლომატიურად თუ მარტებული სიტყვა აეთყოდა ბიზინა ივანიშვილს, რომელსაც შეხვდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ის დაიჭერდა საქმეს ამ არაჩვეულის ოლიგაგებით არაჩვეულებრივ კაცთან, დიპლომატ ზურაბ პატარაძესთან და ეს იყო ერთგვარი მინიშნება, რომ ხო არ განიხილავს ბიზინა ივანიშვილი სწორედ ზურაბ პატარაძის
დანიშნას პრემიერ-მინისტრად ან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ახალ დანიშნულია ბატონი პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად ბატონი თამაზაშვილის ნაცვლად და ადგილზე. აჭარაში, ბევრის აჭარაში და მთლიანად რეგიონში, მოდი ასე დასავლეთ საქართველოში, თუნდაც ასე ვიტყვი, ბევრი საქმეა მოსაგვარებელი, ასე ვიტყვი, მათ შორის ბევრი ისეთი საქმეა, სადაც საქართველოს და აზერბაიჯანის, საქართველოს და ყაზახეთის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ინტერესები იკვეთება და ბატონი პატარაძე, ოცხოში ბატონი ივანიშვილს მიაჩნია, რომ ადეკვატური იქნება, მე გეტყვით, რომ ის რასაკვირველია გაცილებით ადეკვატური იქნება, ვიდრე ახლა ფოტო გავხსენის სრულიად შემთხვევით ამოვარდა თორნიკე რიჟვაძე, ის პატარაძე გაცილებით სერიოზული კაცია, ვიდრე რიჟვაძე იყო თუ არის, ისიც რომ რიჟვაძემ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობა სცადა, თუ ეს ვერსია საერთოდაც სწორია. მოკლედ გადაიყვანს თუ არა პატარაძეს ეს ერთი ამბავია, მაგრამ მე ახლახან 3-4 საათის წინ ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დამიდასტურა, რომ ბიზინა ივანიშვილი განიხილავს სხვა ორი პირის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნოს და მე გეტყვით ვინ არიან ესენი. ეს არის პირველი, ყველასთვის ნაცნობი ირაკლი რუხაძე, იმედის ყოფილი მფლობელი, რომელიც ვრცელდებოდა აბსოლუტურად სწორი ყოველთვის იმ მომენტისთვის და ობიექტური და ესეთი კვალიფიციური ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი რუხაძე გაქცევას ლაბობს, გაყიდა რა, გააჩუქა რა რეალურად იმედი, გაყიდა რა ლიბერტი ბანკი, ბიზინა ივანიშვილისაგან დასხდომის სურვილი ჰქონდა და აქვს ირაკლი რუხაძეს, რომელიც ისიც თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, რომელიც ისიც თქვა, რომ სანქცირებულია და კიდევ უფრო სერიოზული სანქციები ელოდება წინ და რაღაც ესეთი მსჯელობაც იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო ბიზნესი რაც აქვს დარჩენილი ბიზინა ივანიშვილთან იქიდანაც აპირებს გასვლას, ისიც თქვა, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აქვს მას ინტერესები და ისიც რომ ცემენტში აქვს ინტერესები ბიზინა ივანიშვილთან, სწორედ ბიზინა ივანიშვილთან ერთად ფსრულად მფლობელია. ამ ცემენტის უზარმაზარი ქარხნისა, მაგრამ თუ ეს ვერსია სწორია, ეს უკვე საპირისპირო სამტკიცე, საპირისპირო რამ მოხდება, ბიზინა ივანიშვილისაგან გაქცევას კი ვერ ახერხებს თურმე ირაკლი რუხაძე, არამედ პირიქით ბიზინა ივანიშვილმა მოიზიდა, ბიზინა ივანიშვილმა საერთოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა და იმედის პრემიერ-მინისტრი ალბათ მაინც არ უნდა ფლობდეს, ხა მართლა სილვიო ბერლუსკონის დროინდელ იტალიაში ხო არ ცხოვრობთ? ხო, პრემიერ-მინისტრი არ უნდა ფლობდეს მედია საშუალებას და მოიცილა ამ თვალსაზრისით და მოიცილა საერთოდაც ბანკი ირაკლი რუხაძემ. თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ ირაკლი რუხაძე ჩაანაცვლებს ირაკლი კობახიძეს და შეცვლის თუ არა პოლიტიკას, ამაზე ჩემს ვერსიებს არ შემოგთავაზებთ თქვენის ნებართვით. მაგრამ მეორე ვერსია, მე უფრო, ესე იგი მესამე ვერსია გამოდის პატარაძის გარდა, მე უფრო ესეთი დამაჯერებელი მგონია და მე გეტყვით ვის გულისხმობ. ლაპარაკია საქართველოს ბანკის ახალგერა გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძის დანიშნაზე. საქართველოს ბანკში ის დაინიშნა ამ დაახლოებით კი არა 2026-ია, 7 წლის წინ 2019-ში. არჩილ გაჩეჩილაძე ძალიან სერიოზული ბიზნესმენია, მეთქი ასე ვიტყვი, დიახ, ასეა. ის ასე მაგალითად და ეხლა მე გეტყვით, სად მუშაობდა წლების წინ და წლების განმავლობაში. მაგალითად, ის მუშაობდა Selford Capital Partners-ში. ეს Selford Capital Partners-ი არის ბორის ბერეზოვსკის და ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული კომპანია, რომელიც საინვესტიციო კომპანია იყო, დაარსდა 2001 წელს. იყო ძირითადად ძირითადი საქმიანობა აწარმოებდა სერბეთსა და მიმდებარე რეგიონში ინვესტიციებს ანხორციელებდა. კომპანია დაკავშირებული იყო აქტივების მართვასთან, სწორედ ბორის ბერეზოვსკისთან და ბადრი პატარკაციშვილთან. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, არჩილ გაჩეჩილაძე არის თუ იყო, უფრო ასე ჯობია ალბათ რომ თქვათ, სწორედაც რომ ბადრი პატარკაციშვილის კადრი. ძირითადი დეტალები კომპანიისა და მისი ისტორიის შესახებ ამგვარია. რეგიონალური ფოკუსი ჰქონდა აღებული რასაკვირველია, დაფუძნებული იყო ბელგრადში, სერბეთში, ფუნქციონირებდა როგორც კერძო კაპიტალის ინვესტორი, იურიდიული და მენეჯმენტის საკითხები Forbes Georgia-მ თავის დროზე გაავრცელა ინფორმაცია ბრიტანეთის სასამართლოს დასკვაზე Selford-ის პროექტებთან დაკავშირებით, რომელშიც ფიგურირებდა ირაკლი რუხაძე, სხვათა შორის არა მხოლოდ გაჩეჩილაძე, საერთოდ არ ფიგურირებდა, ხოლო ირაკლი რუხაძე კი ფიგურირებდა.
სელფორდი რასაკვირველია ფლობდა ოფშორულ კომპანიებს, ასე მაგალითად ICIG offshore დატაბაზაშიც იყო მოქცეული, ხო, ICIG-ის offshore-ის დატაბაზაშიც იყო მოქცეული. ძირითადი პერსონალი ხო არჩილ-გაჩილზე მითითებულია როგორც პირი, რომელიც მუშაობდა Selford Partners-ში 2004 წლებში. მაგრამ ეს არ არის მთავარი საქმიანობა არჩილ-გაჩილაზისა. მთავარი წინარე ბექგრაუნდი არის ასეთი, რომ ის მუშაობდა Lehman Brothers Private ჯგუფში. ეს Lehman Brothers არის Lehman Brothers-ის ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც ინვესტირებას ახორციელებდა Merchant Banking-ში, Virtual Capital-ში, უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურაში 2008 წლის კრახამდე იგი მართავდა $10 მილიარდზე მეტ აქტივს მეგულისხმობ ამ კომპანიას და არა მაინც და მაინც გაჩეჩილაძეს. ბანკის დაშლის შემდეგ კერძო კაპიტალის ბიზნესი გაიყიდა Neuberg Berman-ზე, ძირითადი დეტალების სტრუქტურა და ფოკუსი. კომპანია ინვესტირებას ახორციელებდა კერძო კაპიტალის ფანდებში, თანაინვესტირებაში და უძრავ ქონებაში. მთავარი ფონდები 2006 წელს დახურა $600 მილიონიანი თანაინვესტირების ფონდი, ხოლო 2008 წელს $3.2 მილიარდიანი უძრავი ქონების ფონდი. ამ კომპანიასთან დაკავშირებული იყო მნიშვნელოვანი პირი მაიკლ ოდრიხი, ვინაა ეს მაიკლ ოდრიხი, ამასაც გეტყვით. არის ამერიკული საინვესტიციო მენეჯერი, ხსენებული არჩილ-გაჩეჩილაზის მეგობარი მეთქით ამათ ვიტყვი. კერძო კაპიტალის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა, იგი იყო ამ Lehman Brothers-ის გლობალური ხელმძღვანელი, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კერძო კაპიტალის პლატფორმა, გიგით ხარით ეს Lehman Brothers-ი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ამ კაცმა, ესე იგი ოდრიხმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიზნესის გადარჩენასა და ტრანსფორმირებაში. მარტივად რო ვთქვათ, ოდრიხი არის ადამიანი, რომელმაც Lehman Brothers-ის კრახის შემდეგ კერძო კაპიტალის ბიზნესი გადაარჩინა და ახალ ფორმაში გადაიყვანა. მაიკლ ოდრიხზე შეგვიძლია კიდევ რაღაცეების თქვა, არ დაშალა მაგალითად ეს კომპანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ სერიოზული კაცია. მოკლედ ერთ-ერთი სამიდან, ვისაც განიხილავს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიზნა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, არის სწორედაც რომ არჩილ-გაჩეჩილაძე, მეორე აქ გითხარით რომ არის ირაკლი რუხაძე, მესამის გვარი ახლა კიდე დამავიწყდება და ეს ძალიან ცუდია. ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი დღევანდელი. ამ კაცს კი ქვია ისიც თქვენ ზურაბ პატარაძე, კარგია რომ გამახსენდა. ეხლა მთავარი კითხვა ალბათ თქვენს გებადებათ და მეც მებადება, სად გაუშვებს ირაკლი კობახიძეს, ვერ გეტყვით მეთქი, არა მაქვს ინფორმაცია, უბრალოდ რა ინფორმაციასაც ვფლობ, ეს არის პრინციპში მაინც დაუდასტურებელი, მოდი ასე ვიტყვი და ვერსიის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პოლიტიკას არ ჩამოსცილდება ირაკლი კობახიძე, ოღონდ პარტიაში დარჩება, არ ვიცი, გენერალურ დირექტორად თუ გენერალურ მდივნად თუ თავმჯდომარედ თუ არ ვიცი. და თანამდებობაზე ნებისმიერ შემთხვევაში მისი გავლენები შემცირდება, შესუსტდება. მეორე ესეც მსმენია, გულახდიდად გეტყვით, რომ რომელიმე საელჩოში გაუშვებენ ელჩად, ოღონდ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რომელ საელჩოში, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ბევრი ქვეყნისთვის მისაღები პერსონა იყოს ეს კაცი, რომელიც დე იურე არის პასუხისმგებელი საქართველოს ასეთ დანგრევაზე, თქვენ მთავარი პასუხისმგებელი რასაკვირველია, სწორედაც რომ ბიზნა ივანიშვილია. და უფრო მთავარი კითხვა ალბათ არის ეს, რომ ამ სამი ხსენებული პირიდან გაჩეჩილაძე, რუხაძე, პატარაძე, ეს რომ ძინცაროდა მოვიდეს, შეცვლის თუ არა პოლიტიკას. მე ეს წყაროები, რომლებიც ამაზე მესაუბრდნენ, მე გაგრძელდა ჩვენი საუბარი ცხადია, ესენი მესაუბრდნენ იმაზე, რომ საქართველოს ბიზნა ივანიშვილის რასაკვირველი აპირებს, რომ შეცვა, გარკვეულწილად აპირებს, რომ შეცვალოს, იმიტომ რომ კუთხეშია მომწყვდეული, მაგრამ ის ელოდება შემხედრ ნაბიჯებს, ასე მაგალითად ევროკავშირიდან და პოლიტიკური პარტიებიდანაც, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან, ამ უკანასკნელთაგან ეს ელოდება აღიარებას, ცნობას, ლეგიტიმაციის აღიარებას, არჩევნების შედეგების აღიარებას. მე მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ესეთი რომ ვერ შეასრულებ, ხო, რომ ვერ აგიხდება ისეთი
ოცნება, მე მგონია რომ 4 პოლიტიკური სუბიექტი, 3 პოლიტიკური სუბიექტი, იმ 4-დან რომელმაც ბარიერი ვითომ და გადალახა, ნამდვილად გადალახა, მაგრამ ამდენი პროცენტი მიიღო თუ არა, უფრო ზუსტი რო ვიყოთ, არ ვიცით, ან რომც მიიღო ქართულმა ოცნებამ ნებისმიერ შემთხვევაში არ მიიღო ის, რაც ოფიციალურად დაუწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მოგეთ ამ 4-დან 3 ლელოძლიერი საქართველოს ახალი ნიკა გვარამიანი, ნიკა მელიანი, ხოჩდარია, ზურაბ ჯაფარიძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების ხელისუფლებას რაც არ უნდა მოხდეს ჩემი მოსაზრებით არ აღიარებენ. ეს ერთი ამბავი. არ აღიარებენ მათი მის ლეგიტიმაციას, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია რომც აღიარო ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლებისა, ბიზნა ივანიშვილი ამას ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს და საკონტროლო ტყვიას დაგახლის, ასაკურებელია ფიგურალურად ვამბობ ამას. მეორე ქართული ოცნების ხელისუფლება იმისთვის რომ პოლიტიკა შეცვალოს და პოლიტიკის შეცვლაში იგულისხმება მზია ამაღლობელი ზვიადრატიერი სხვათა განთავისუფლება და ასე შემდეგ ელოდება ერთგვარ თლად პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებთ რომ ბოდიჩს ევროკავშირიდან მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ნუ უკან დახევას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ და იმის აღიარებას პირდაპირ თუ ირიბათ ერთგვარი დიპლომატიური ფორმით რომ ევროკავშირი ცდებოდა როცა არ აღიარებდა პირველ ყოვლისა საქართველოს ოცნების ხელისუფლებას არ ცნობდა მას ლეგიტიმურად არ იჭერდა მასთან ურთიერთობას ქართული ოცნების ხელისუფლება ბიზნა ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება ვაჭრობს იმით რომ აი დღეს იყო თუ გუშინ როდესაც ირაკლი კობახიძე რაღაც მაგარი სიტყვები წარმოთქვა ერევანში და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, არამედ ამ ბანდა ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოთქვავენ ხოლმე ამ მაგარ სიტყვებს, ისინი ამბობენ დაახლოებით შემდეგს, რომ დაკავშირებადობის თვალსაზრისით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს აქვს უნიკალური ადგილი და ევროპა, იმიტომ რომ საქართველოს არის რაღაც კვანძი ან ჰაბი სახელმწიფო ან დერეფანი სახელმწიფო, ევროპას ძალიან სჭირდება საქართველოს და ევროპამ უნდა აპატიოს არასწორი სიტყვა ევროპა უნდა შეეგუოს იმას რომ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში მე მგონია რომ ქართული ოცნება მოელის რომ ევროკავშირი სწორედ ამ სწორი თეზაა პრინციპში იმიტომ რომ ევროკავშირი სჭირდება საქართველოს ამ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით მაგრამ ქართული ოცნება ცდება როდესაც გონია რომ ევროკავშირი დაიხევს უკან მანამ სანამ მოდი ასე ვიტყვი სანამ თავად ქართული ოცნება არ დაიხევს უკან და აქ კიდევ შემოდის კიდევ ერთხელ დავახსენო ხსენებული კანონები რუსული კანონები ეს არის გამჭვირვალობის კანონი და ამის შემდეგ 10-15 კანონი რომელიც შექმნა და ამტკიცა პაპუაშვილის პირობებში და მას ეს ვიტყვი ორ სიტყვას უკვე დაახლოებით წუთნახევარში პაპუაშვილის პირობებში საქართველოს პარლამენტად წოდებულმა ეს კანონები და მეორეა სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები ევროკავშირი სანამ არ დაინახავს გადმოდგმულ ნაბიჯს თბილისის მხრიდან ჩემი მოსაზრებით არ გადადგამს თბილისის მიმართულებით არც არანაირ ნაბიჯს რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს მოიწურა ეს წუთნახევარი მეთქი ვიტყვი თლად ასე არ არის მაგრამ მაინც ირაკლი კობახიძეს თუ ან თავისუფლებს ბიზნა ივანიშვილი და თუ ახალი პრემიერ-მინისტრი ვინც არ უნდა იყოს ის პატარაძე, ჩეჩილაძე, რუხაძე ამ სამიდან ერთი, თუ ახალი პრემიერ-მინისტრი აპირებს რომ რაღაც ერთგვარი სხვა სისტემური გადატვირთვა მოხდეს პოლიტიკისა, თუ აპირებს დაშვებას ვაკეთებ, კვლავ ვიმეორებ, თუ ეს ასე ხდება, ამ შემთხვევაში პარლამენტად წოდებულმა, ასე რომ უწოდებ ხოლმე მე, უნდა მოახდინოს ყველა იმ კანონის გაწმევა, რომლებიც კი მიღებულია შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში და მე გეტყვით, რომ ამას ვერ მოახერხებს სახის შენარჩუნებასაც ხო გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამას ვერ იზამს შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდ წოდებული პარლამენტი. აქედან გამომდინარე, მე ველი ეს უკვე ჩემი ვარაუდია, ხაზგასმით ვიტყვი, რომ შალვა პაპუაშვილის მიხვება ირაკლი კობახიძის მოკით აი ეს გუნდი ხო კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი, შეიძლება სხვაებიც ერთიანად წავა ან პოლიტიკიდან საერთოდ ან გადაინაცვლებს პარტიაში და ასპარეს დაუთმობს, ოღონდ ეხლა პარლამენტში ვის დაუთმობს ასპარეს, სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი ერთ-ერთმა Facebook user-მა ოღონდ არ მახსოვს ვინ, დაწერა რომ ახლა კი უკვე ვწმუნდები, რომ ოქტომბერში იქნება რიგარეში არჩევნები, ამაში მე ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ. ბიზნა ივანიშვილს თუ სჭირდება გადატვირთვა სისტემური გადატვირთვა ის ამას იოლად გააკეთებს და შედარებით ნორმალურ პირს რასაკვირველია შეარჩევს ირაკლი რუხაძეზე რა მოგახსენოთ მაგრამ აი გაჩეჩილაძე მგონია რომ შედარებით ნორმალური პირია მაგრამ ვინც არ უნდა იყოს გაჩეჩილაძე რუხაძე პატარაძე ხო ნებისმიერ შემთხვევაში მან უნდა გადატვირთვოს პოლიტიკა და ეს არის სულ მინიმუმ ორი რამე სინდისისა და პოლიტიკოსის პატიმრების განთავისუფლება როგორც უნდათ ისე და ყველა კანონის გაუქმება უკან წაღება და სასტარტო მდგომარეობამდე საქართველოს დაბრუნება და უკვე შემდგომ არჩევნების
დანიშნა ახლა რადიკალურობა თუ გინდათ ჩემგან მე გეტყვით რომ არც უნდა მიიღოს მონაწილეობა ქართულმა ოცნებამ მეთქი მაგრამ მოდი ახლა უფრო პრაგმატულად ვიმსჯელოთ ქართული ოცნება თუ დანიშნავს არჩევნებს ის მიიღებს კიდეც მონაწილეობას არჩევნებში όμως დასაკვირველია ყველა პატიმარი უნდა იყოს განთავისუფლებული და პოლიტიკური პროცესი უნდა აღდგეს ჩვენს ქვეყანაში რაც სწორედაც რომ ქართულმა ოცნებამ და პერსონალურად ბიზნეს ივანიშვილმა მოკლა ნახვამდის